გიორგი ბურჯანაძე, რომლის განცხადებასაც პოსტსაც მოუყვა მოკლედ აჟიოტაჟი, არის უკვე ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. აი, იმ ინფორმაციის შემდეგ, რომელიც თქვენ გაასაჯაროეთ პენტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობის საგრძნობი ზრდისა და ლიმიტების გადაჭარბების შესახებ, ორი რამ მოხდა, ერთი პენტენციურ სამსახურიდან უარყოფა და მეორე დღეს შეწყალება სვეტიცხოვლობას, აი მე არ მახსენდება მაგალითად ასეთი მასშტაბური 70 პატიმარი შეიწყალა დღეს ყაველაშვილმა. არის თუ არა ეს თქვენს ნათქვამზე ერთგვარი პასუხი? არა, მე ვერ დავიბრალებ ამას, მაგრამ ძალიან კარგი არის, როგორც განცხადებაში ეწერა 24 ესე ვთქვათ პატიმრობაში მყოფ პატიმარ შეეხო შეწყალება, რო გადავლოთ სტატისტიკას თვალი, აი ძალიან მიზერულია, ძალიან ცოტა ადამიანი ტოვებს ციხეს ყოველთვიურად ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკას რო გადავლოთ თვალი, პირობით ვადაზიადრე გათავისუფლების მექანიზმი საერთოდ თითქმის არ მუშაობს და გარდა ამისა შეწყალებაც თუ არ ჩავთვლით 2 იანვარს ფაქტობრივად უფუნქციოა და არ გამოიყენება. რა მდგომარეობაც გვაქვს ქართულ ციხეში არის, რომ აი რო გადავლოთ ისე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ვებგვერდს, თვალი, ნახავთ, რომ წლების მიხედვით წერია პატიმართა საშუალო რაოდენობა. 10500-მდე დაახლოებით ეს იყო 2015-ში დაფიქსირებული რიცხვი. ამ ესე ვთქვათ საშუალო მაჩვენებას რო შეადაროთ, დღეს არსებული მდგომარეობა 2015 წლის შემდგომ არის ესე ვთქვათ ყველაზე მაღალი რიცხვი. სხვადასხვა ჟურნალისტებმა მე დამატებით შეისწავლეს ყოველთვის სტატისტიკები და რაღაც თვეებშიც ყოფილა შეიძლება კონკრეტულად ამ თვეზე მეტი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენ ქართულ ციხეში დღეს გვაქვს არის რომ 8 თვეში ციხის პოპულაცია გაზრდილი არის ესე ვთქვათ 17.9% დაახლოებით. ანუ მთელი ციხის პოპულაცია რა პატიმარ რამდენიც ყავდა იანვარში, იმის 20% დაგვემატა შემდგომ. ანუ ეს ხო ნიშნავს რომ ქვეყანაში ახ სერიოზული დიდი კრიმინალური ის არის 20%-ს და 8 თვეში არის რაღაცა სრულიად ამოუხსნელი. და ვის იჭერენ? რას უყურებთ? ყველანაირ ადამიანზეა, როგორც ხალი, ასევე არასრულწლოვანი, ხანდაზმული, ყველა ასაკის მიხედვით არის, რომ ნახოთ ეს ჩაშლილი, რამე განსაკუთრებული ზრდა რაღაც პოპულაციაში არ არის. ჩვენ ხედავთ პოლიტპატიმრების საქმეებს, სრულიად დაუსაბუთებელ საშინელ საქმეებს, რასაც ხედავთ, მაგრამ ეს სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქართულ პენიტენციარულ ქართულ სისხლისამართლებრივი პოლიტიკის სივრცეს და უამრავ ადამიანს ციხეში უშვებენ ისე, რომ არც ამის საჭიროება შეიძლება არ იყოს და ეს უბრალოდ კაცრი ხელის ჩვენების ესე ვთქვათ რაღაცნაირი მაგალითია. თქვენ ახსენეთ სპეციალური პენტენციური სამსახურის განცხადება, რომელსაც ვითომ თქვენს რომ მე არასწორი რაღაცა ვთქვი, და პირიქით თვითონ დაადასტურეს ის, რომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ უდევს სექტემბრის და ოქტომბრის მაჩვენებელი. და მათ რა რიცხვის დაწერეს დღეს რამდენი პატიმარიც არისო, კიდევ 404 პატიმრით მეტია. ლიმიტებთან მცირედი შეუსაბამობა რამდენიმე ციხეში ესეც დაადასტურეს. ხო, აი ეს მაშინ რა თქვით არასწორი? არა, რა თქმა უნდა, ანუ ეს მანიპულაციური განცხადება იყო, თითქოს რაღაცა ასე შემდეგ, რომ რაღაცა სხვა რაღაცა შეადარეს, სხვა რაღაცას გადმოადარეს, იმიტომ რომ მე რამე კი არ ჩემი კი შეფასება კი არ მქონდა იქ დაფაძო, მთლიანად მქონდა მე გუშინ რა ინფორმაციას გავასაჯარო, არის სპეციალური პენტენციური ამ შემთხვევაში სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასე რომ სწორი შენიშვნაა. რეალურად ეს მათი პრობლემა არის, რომ ამდენი პატიმარი ყავთ, მაგრამ პრობლემის სათავე ისინი ნაწილობრივ არიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ აქ პროკურატურა და სასამართლოა და შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც მთავარი საგამოძიებო ორგანო ამ შემთხვევაში აღლის თავი აქტორი მათი ბრალეულობა შეიძლება მხოლოდ იმ კუთხით წარმოაჩინა რომ პირობით ვადაზიადრე გათავისუფლების მექანიზმი ეგრეთ უდოს რომ ეძახიან ჟარგონულ ენაზე ის რო არ მუშაობს და თუ ეხლა ბევრი პატიმარი თუ ჩვენ გვიყურებს რაღაც ყველა დამერწმუნება იმაში რომ საქართველოში პირობით ვადაზიადრე გათავისუფლების სისტემა საერთოდ არ მუშაობს მე და თქვენ ერთი და იმავე ქესის პატიმარი რო ვიყავთ, ერთი და იგივე მუხლისთვის გასამართლებული, ერთი და იგივე წარსული რო გქონდეს და ერთი და იგივე ქცევა, თქვენ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიიღებათ, ჩემ შემთხვევაში სხვა. სრულიად ესე ვთქვათ, მე არაერთი წლის სტატისტიკა მაქვს შესწავლილი სახელმწიფოს აპარატში, ბოლო იყო ამ შემთხვევაში 2022 წლის ბოლო და ეს ყოველთვის ასე ვთქვათ, ესე აუცდენელი იყო ხოლმე ყოველგვარ ლოგიკას და დასაბუთებს. სპეციალური პენტენციური სამსახურის ბრალეულობას თუ გავყვებით, აი ამ აქ შეიძლება იყოს, რომ ესე ვთქვათ, ეს პირობით ვადაზიადრე გათავისუფლების მექანიზმი რო უდო არ მუშაობს, გამართულად როგორც უნდა მუშაობს. გიორგი, სულთა ჰუმანური თვალსაზრისით ახლა რომ შევხედოთ ქართული ოცნების დღევანდელ განცხადებებს. ერთი რადგან შეწყალებაზე ვახსენეთ ყაველაშვილი და მონაცემები მაინც მინდა დავაზუსტო 70 პირს შეჰოღონ სხვადასხვა სახით 24-მა საპატიმრო
დაწესებულება დატოვა 42 არასაპატიმრო და 4 პირს მოიხსნა ნასამართლობა. ასეთია სტატისტიკა. ერთი მხრივ შეწყალება, მეორე მხრივ რა ვნახეთ დღეს, რომ თვითონ რადგანაც ხას უსვამენ ხოლმე საკუთარ რელიგიურობას და ეკლესიას და რელიგიას ამოეფარებიან ხოლმე, სვეტიცხოვლის ეზოში დგანან და პირდაპირ საუბრობენ, აცხადებენ ტერორის შესახებ და აცხადებენ რა ფორმით, აი რა სიტყვებით ჩვენ დღეს მოვისმინეთ. ეს ხომ არის წინასწარ გამოცხადებული ნადირობა და ციხეების რაოდენობის არა შემცირება პატიმრების ციხეებში, არამედ გადავსებას ისახავს როგორც ჩანს მიზნად. თუ მოისმინეთ და რა რეაქცია გქონდა? ხო, მე გუშინდელი ახალი ესე ვთქვათ მათი რუსული სტილის ზაკონები, რომელიც დაინიცირეს, ესე ვთქვათ, ალბათ იმას გულისხმობთ, მათი ნებისმიერ საკითხზე პასუხი არის, რომ მეტი სასჯელი, მეტი გამკაცრება, შეკრება მანიფესტაციასთან მიმართებით. ჩვენ 4 ტალღად ვნახეთ დეკემბერში, იანვარში, ივნისში, ეხლა ეს სხვადასხვა არ ყოფილა. 5000 ლარიანი თავიანთ მიღებულ სხვა სამდღეში მიღებულ ზაკონებზე წერენ, რომ ეს რეალურად ის თურმე არ მუშაობდა, ის თურმე არ მუშაობდა და სულ ერთ და იგივეს ამბობდნენ ასე შემდეგ. წინაზეც როდესაც მიიღეს დრაკონული კანონები 5000 ლარიანი და ასე შემდეგ. ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ თითქოს გაუფასურდა ამაზე მსჯელობა, მაგრამ უნდა ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული რეგულაციები და ზაკონები, რასაც ვეძახი მართლა რუსული შინაარსის როა, იმიტომ არის ესე ვთქვათ დაუშვებელი მათი მიღება, რომ ადამიანის უფლებების ანაბანას ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი. ჩვენ ნახეთ ეუთოოდირის დასკვნა, ნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და ორივე არის სუპერ კრიტიკული. მარტო 5000 ლარიანი ჯარიმა რო შემოიტანეს, იმ ნაწილზე ამბობდა ეუთოოდირი ვენეციის კომისიას, რომ ეს არის სრულიად აცდენილი და არაპროპორციული სანქცია, ეს არის სრულიად შეუთავსებელი საკანონმდებლო პრინციპებთან, სამდღეში მისი მიღება, ეს არის სრულიად შეუთავსებელი გამოხატვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან. და ეხლა წარმოიდგინეთ ეს დამძიმებული პატიმრობი და ხუნძული. ეს რა არის დამძიმებული? გადაცემის დასაწყისში ვთქვი, მაგრამ მაყურებელს რომ განუმარტოთ. ერთი საკითხი პირბადის გარეშე აქციაზე მე რაც გავეცანი დეტალურად კანონპროექტი და უთხრათ მაყურებელს ისიც რომ იმდენად დაჩქარებულია წესი რომ ხვალვე გადის პირბადის პარლამენტში. აი საიას ქონდა ერთი კარგი კვლევა გაზაფხულის ბოლოს და სადაც ნახეთ რომ დაახლოებით 80%-მდე ესე ვთქვათ თავისთავად რომ ლეგიტიმურ პარლამენტს ეძახიან ის ხალხი 80%-მდე რასაც იღებენ ყველაფერს იღებენ დაჩქარებული წესით დაახლოებით. ეს არის 3-4 დღეში ერთ კვირაში მიღებული ეგრეთ წოდებული კანონები, რომელიც არის სრულიად რეპრესიული და შეუთავსებელი ადამიანის უფლებებთან და კონსტიტუციასთან, მაგრამ არც სასამართლო გვაქვს, არც საკონსტიტუციო სასამართლო, რომ ამის გასაჩივრება რეალური იყოს. ამიტომ ესე ვთქვათ, ამ არალეგიტიმურ ორომ ტრიალში, რა თქმა უნდა, ყური და თვალი მიეჩვია ამნაირი რაღაცების მიღებას, მაგრამ სრულიად შეუთავსებელია ყველაფერთან. აქვე მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და საქართველოში სახალხო დამცველს შეუძლია ის, რომ მიმართოს ეუთოოდირს დასკვნის მოსამზადებლად. აი ამ გუშინ დაინიცირებულ ზაკონთან დაკავშირებით, მე მას საჯაროდ მინდა მოუწოდო და ვთხოვო, რომ მიმართოს ეუთოოდირს დასკვნისთვის, რათაც გქონდეს სამართლებრივი მნიშვნელოვანი დასკვნა ის ადამიანები, რომლებიც ხვალ და ზეგ გასამართლდებიან ამ ესე ვთქვათ რუსული სტილის წესის გამო, მათ რო გქონდეთ საკმარისი ამ შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნა, რომ უშუალოდ ეს კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებთან. მასე შეუძლია და იმედი მაქვს, რომ მე ყოველ შემთხვევაში მე მასე შეუძლია, როცა ნინო ლომჯარია გუშინმა მექნებოდა მიმართული, როცა ნინო ლომჯარია იყო სახელმწიფო, ჩვენ ამ მექანიზმს ძალიან აქტიურად ვიყენებდით ყველა ტიპის კანონზე და რა თქმა უნდა ესეც შესაბამის ექსპერტიზას საჭიროებს და იმედი მაქვს, რომ ამ მოწოდებას ის გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის უკანონობა რაც გვაქვს, ეს არის ამნაირი რეგულაციები. დღეს გიორგი მშვენიერაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული პოსტი, საბჭოთა საქართველოშიც კი ესეთი დარღვევები, რაც ახლა შემოაქვთ, უფრო ესე ვთქვათ ნაკლები სანქციით ისჯებოდა. 88 წელს შევიდა სიცხლის სამართლის კოდექსში ანალოგიური ცვლილება და 6 თვემდე პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა ისიც ორგანიზატორისთვისო. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირი, ადამიანის უფლებებისგან დაცლილი, რეპრესიული სახელმწიფო, ისიც კი უფრო მობიერად უდგებოდა და ესე ვთქვათ, ჩვენ პაპზე მეტი კათოლიკეები ვით, ამ შემთხვევაში საქართველოს ყველაზე დრაკონულ რეგულაციას იღებს ამ შემთხვევაში. ნუ აქ ალბათ თავისთავად ცხადია, ვის მიემართება, ხომ ეს ტერორიც, ეს პირდაპირ ამბობენ წინასწარ ამას, რომ მანიფესტანტებს თქვენ ახლა მოდიხართ რუსთაველიდან. საპროტესტო აქციაზე დღეს დემონსტრანტებთან მივიდა ეუთოს თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მინისტრი და მივიდა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრიდან, სადაც ძალიან მკაცრი იყო მისი კრიტიკა სწორედ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც არის ქვეყანაში, ადამიანის უფლებები, გამოხატვის შეზღუდვა და ასე შემდეგ. აი ეს ჟესტი რას ნიშნავდა აქციაზე მისი გამოჩენა და მუხრუჭი რა შეიძლება გახდეს ქართული ოცნებისთვის? ძალიან რთულია, ჩვენ არ ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ვლაპარაკობთ სრულ ავტოკრატიაზე, რომელზეც პასუხისმგებელი არის ერთი ადამიანი, აი თქვენ ერთ-ერთი ქალბატონის სახელი და გვარი ახსენეთ, ვისაც ფინეთ საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება, ისევე როგორც შეება მას ფორმალურად ზემდგომი ყავდეს და სხვები, მაგრამ რეალურად ესენი გააწყობილების მიღები ადამიანები არ არიან, ამ შემდეგაც რომ რა თქმა უნდა შეუძლებელი აქვს რამე ზუსტი პროგნოზირების გაკეთება. მე იმ კითხვის იმ ნაწილზე გადავალ, რა ჟესტი არის ეს არის ძალიან კარგი დასაფასებელი ჟესტი იმ პირობებში, როდესაც საქართველოში გვაქვს დემოკრატიის კრიზისი, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ავტორიტარული მმართველობა, იმ პირობებში, როდესაც დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში აღარ ტარდება და ბევრ ქვეყანას მოწოდებული აქვს საქართველოს მიმართ პირდაპირ რომ ესე ვთქვათ ახალი არჩევნები იქნას ჩატარებული ქვეყანაში, მათ შორის ეს იყო ნორდიკული და ბალტიური სახელმწიფოების განცხადება შარშანვე წლის დასაწყისში. ამ პირობებში ძალიან დასაფასებელია, რომ იქ სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნების მიზნით, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს იმისთვის, რათა იმ ყველა პრინციპის ცხოვრებაში რეალიზება მოხდეს, რაზეც ეუთო დგას და რასაც ეფუძნება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტები, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ხალხთან შეხვედრა, იმ ხალხთან, რომლის მხარდამჭერი არაერთი განცხადება კეთდება საერთაშორისო ფორუმებიდან, საერთაშორისო რეზოლუციებში და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ პროტესტი არის მშვიდობიანი, ლეგიტიმური, ჯეროვანი და იმედი მაქვს, რომ ესე ვთქვათ ამ ტიპის თუნდაც ესე ვთქვათ ჟესტები და შემდგომი ესე ვთქვათ სხვადასხვა ქმედებები და აქტივობები ეუთო თუ სხვა საერთაშორისო ფორმატი დაეხმარება ქართულ ხალხს იმაში, რომ დაიბრუნოს ელემენტარული დემოკრატია ქვეყანაში. კი ბატონო, აი კადრში ვხედავთ ახლა სწორედ როგორ მივიდა აქციის მონაწილეებთან გაესაუბრა მათ და დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც საკუთარი თვალით ნახა, რამდენად მშვიდობიანია ეს პროტესტი და მოისმენდა კიდეც მოქალაქეების პოზიციას. მოდით კიდევ ერთხელ ჩვენმა მაყურებელმა საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინა, მაგრამ ჩვენც ერთად მოვისმინოთ მის განცხადებას ადგილზე. მე არ მომეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი აქციის მონაწილეებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები შეშფოთებულები არიან იმით, რა მიმართულებითაც მიდის ქვეყანა. მათ აღელვებთ, რომ საფრთხე ექმნება ადამიანთა ძირითად უფლებებს, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. რამდენადაც ვიცი, მალე არ წამოსულა დადგა მოქალაქეების გვერდით, მას გაესაუბრა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარი სამიზნე ხვალიდან უკვე გახდება ეუთოს თავმჯდომარე, არ მოეწონებოდათ არც ისიც რა განცხადებაზე მაკა ბოჭორიშვილთან გააკეთა. რადგან პროტესტის მოგუდვა, ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ხოლმე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, არის ახლა მთავარი ამოცანა ოცნებისთვის, თავად დემონსტრანტებში რა რეაქცია მოყვა ამ დაანონსებულ ახალ ეგრეთ წოდებულ კანონებს? თქვენ სულ გახართ რუსთაველსა და თქვენ პირადად გეკითხებით. კი, მე ამ შემთხვევაში ყველა ის ეგრეთ წოდებული რეგულაცია, რომელიც მიიღეს, ყველა მიზნად ისახავს იმას, რომ შეგვაშინოს. ამ შეშინების გარდა მართლა ფიზიკურად გვისწორდებოდნენ ეს ხალხი, გვისწორდებოდა სხვადასხვა უკანონო მეთოდებით. აღარაფერს ვამბობ გარკვეულ სოციალურ მედიებში თავდასხმებს და ასე შემდეგ. ფიზიკურ თავდასხმებზეა საუბარი. მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი დემონსტრანტი არ შეაშინა. რუსთაველის პროტესტი 321 დღე გრძელდება უწყვეტად, ზოგჯერ აღმავლად, ზოგჯერ დაღმავლად და უწყვეტი მოთხოვნებით. ეს მოთხოვნები არის ის, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები ჩაენიშნოს საქართველოში და ევროპულ გზას დაუბრუნდეს საქართველო. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ არაკონსტიტუციურს, ვითხოვთ იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია რომ გვაქვს, იმ კონსტიტუციის ფარგლებში გაიმართოს როგორც სამართლიანი სასამართლოს არჩევნებიც, ისევე ამ შემთხვევაში ევროპულ გზაზე ინტეგრაცია განხორციელდეს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და ამ პროცესის ფარგლებში მე გავიცანი უამრავი ადამიანი, რომელიც მართლა ყოველდღე დგას იქ, ყოველგვარი ამინდის მიუხედავად, ყველამ თავის ესე ვთქვათ ცხოვრება გადადო და ყველას აქვს დიდი შემართება და მოლოდინი და დარწმუნებული ვარ, ესე ვთქვათ ამ რუსული სტილის კანონებით, ესე ვთქვათ ამას ესე მარტივად ვერ გააჩერებენ. ტექნიკურად შეიძლება ამან რაღაცა გავლენა მოახდინოს, მაგრამ პროტესტს ამნაირი რაღაცით ვერ მოკლავ. პროტესტს ჭირდება მოგვარება და უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი. მე იმედი მაქვს, რომ თავის შედეგს ადრე თუ გვიან მიაღწევს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში დაბრუნდება კონსტიტუცია
კონსტიტუციური წესრიგი და არა ავტორიტარიზმი. ეს დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენ ფორმალურ ოპონირებას გვიწევს, ვინც რეალურად დღეს ავტოკრატიის ფერხულშია ჩაბმული, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად მათთვისაც ვიბრძვით, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ავტოკრატიული სისტემა, ავტორიტარული სისტემა არავის არ ინდობს, დღეს შეიძლება ვიღაცას მოწონდე, ხვალ შეიძლება ვიღაცას არ მოუხვიდეთ თვალში და ამიტომ მარტივად განადგურდი. ამიტომ მე მწამს იმის, რომ ჩვენ ყველა, ჩვენი მედეგობით და სიჯიუტით ამ შედეგს მივაღწევთ. გიორგი, იცით რა მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიცით, რომ პროტესტს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს, მონაწილეობს მასშიც, ბოლო აქციაზე 4-ში ვნახეთ სხვადასხვა დათვლებით 100,000-მდე ადამიანი გამოვიდა, შესაძლოა მათ უკან ოჯახებიც იდგეს და ასე შემდეგ. მოკლედ რაოდენობას ამ წუთას იმიტომ ვახსენებ, რომ ერთია ვინ დგას და ვინ აპროტესტებს პოლიტიკურ ვითარებას და ქვეყნის საგარეო კურსს, მაგრამ მეორე მხარე არის სოციალური უთანასწორობა, კორუფცია, ამით გაზრდილი გადასახადები, რისი გაპროტესტებაც ხვალ და ზეგ შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და ეს უსამართლობათა ჯაჭვი არის ძალიან გრძელი და მოყვება ანტიდემოკრატიას, ხომ? ამ მოქალაქეებმა რა უნდა იცოდნენ, ხვალ დაინიცირებული, უბრალოდ უკვე სხდომაზე გადანილი კანონპროექტი მათ რა ზიანს მიაყენებს, მათ რამდენად შეუკრავს ხელფეხს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან. ძალიან კარგი კითხვაა და მადლობა. დღეს სიამაყლობელის დაფუძნებულ ნეტგაზეთს ჰქონდა ძალიან კარგი სტატია იმის შესახებ, დაუშვათ რა პროტესტი იმართებოდა აჭარაში წლების განმავლობაში და რა იქნება კრიმინალიზებული მას შემდეგ, რაც ეს რუსული სტილის ზაკონი იქნება მიღებული. კი, ამას გავლენა იქნება ყველაზე, ყველაფერზე და ეს ყველაფერი მოგცემს იმას, რომ პროტესტი აიკრძალება ქვეყანაში. ჩვენ რო წლების წინ უყურებდით ხოლმე რუსეთში სუფთა ფურცლის გამო ადამიანების დაჭერას, არასანქცირებულ მიტინგს, ეს ტერმინი თვითონ აბსურდი რაც არის, ეს საქართველოში უკვე სამწუხაროდ რეალობა გახდა და ამას უფრო და უფრო მეტად მივახცევთ. აი ის საკითხი, რაც ჩვენ თავარი საკითხად დღეს ვისაუბრეთ, გაზრდილი პატიმრების რაოდენობა. ესეც ერთ-ერთი შეიძლება ვიღაცის მიერ გასაპროტესტებელი საგანი შეიძლება გახდეს. პატიმრების ოჯახის წევრებმა შეიძლება გააპროტესტონ, მაგალითად ციხე, რომელიც დღეს 3 ციხეა, რომელიც ლიმიტს არის გადაცილებული აგვისტოს მონაცემებით, ხო, ამ შემთხვევაში. დაახლოებით საუბარია, რომ 800 პატიმრიც ზემოთ არის, ვიდრე ლიმიტია დადგენილი ამ შემთხვევაში. იმ ოჯახის წევრებს რო პროტესტი მოუნდეთ, მათ შეექმნებათ პრობლემა. ანელოდებათ ეს დრაკონული ჯარიმები, ანელოდებათ ციხე. ამიტომ ყველა ადამიანს საქართველოს იმით არის გამორჩეული, რომ ესე ვთქვათ, ამ ქვეყანაში პროტესტი პირველად არ გვინახავს ჩვენ წელს და შარშან. ეს პროტესტი სულ არსებობდა და საქართველოს ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა სწორედ ეს არის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ პროტესტი ესე გვესმის, ამას ვაკეთებთ და ქართული დემოკრატიის ალბათ ერთ-ერთი მონაპოვარია. და ეს ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი მონაპოვარი, ეს ამ შემთხვევაში იქნება სრულიად კრიმინალიზებული და აკრძალული იმაზე მეტად, ვიდრე ამ შემთხვევაში, ვიდრე ეს არის ის იყო საბჭოთა კავშირის დროს. ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს დღეს მას არ ეხება, მაგრამ თქვენი კითხვა სწორედ ამიტომ არის კარგი. არავინ არ იცის ხვალ ვის რა შეეხება და ვის შეიძლება მოუწიოს პროტესტი. ყველა კართან რომ აკაკუნებს უსამართლობა, ჩვენ ნახეთ ცოტა გადაუხო თემას, მაგრამ იმ მაგალითზეც როგორ მიადგა მართლმსაჯულება ქართული ოცნების ყოფილ ჩინოვნიკებს და ამ შემთხვევაში მაგალითად მურჭულაძემ თქვა, რომ ის დაიცავს თავს და უსამართლობის წინაშეა, ხო? ეს უსამართლო სასამართლო იქნება თუ დრაკონული კანონი შეეხება ყველას და მინდა გკითხოთ გიორგი ბაჩიაშვილსაც. ჩვენ გადაცემის ერთ ნაწილში პარალელსაც გავავლებთ, ხშირად ახსენეთ საკონი და ხშირად ახსენეთ თქვენს რუსეთის ანალოგია საბჭოთა პერიოდისაც და დღევანდელის. აი ის რა პროცესებიც განვითარდა ციხეში პატიმრის ცემა. შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში ციხის ყოფილი უფროსის გარდაცვალება ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა გამოძიების. რა კითხვებს ტოვებს შემდგომ ის ვერსიაც მოვისმინეთ, რომ თვითონ იცემა თავი ხო თავად ბაჩიაშვილმა. აი ეს ყველაფერი რა შთაბეჭდილებას გიქმნით და არის თუ არა სამართლიანი, როდესაც ამ ამბების დროს ახსენდებათ ხოლმე რუსეთი.
რა თქმა უნდა, ძალიან მსგავსია ქართული, ესე ვთქვათ, ეს ციხის მართვის ეს მოდელი იმ ქვეყანასთან, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენ წლები, როცა სახელმწიფო საპარაჩუმ წლების განმავლობაში საუბრობთ იმაზე, რომ არაფორმალურ მმართველობის პირობებში ხორციელდებოდა ციხეების მართვა, რასაც ახლა ჩვენ გიორგი ბაჩიაშვილთან მიმართებით მახლობთ, ჩემი აზრით ეს არის რაღაც უკანონობის კასკადი და კასკადთან ერთად, რა ვიცი, აი, მწვერვალი რაც შეიძლება იყოს. მე არ მახსენდება საქართველოს შემთხვევა, რომ ადვოკატი დაებარებინოთ გამოსაკითხად, მანამდე მის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედიით აეგორებინოთ ეჭვი, რომ ის იყო სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი. დიახ, რა თქმა უნდა, დავით ჯანდიერზე, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი პროფესიული და წესიერების თვალსაზრისით გამორჩეული ადვოკატი და პროფესიონალი. ანუ როგორ შეიძლება დავით ჯანდიერზე მე ფიზიკურად ვერც გავივლებ თავში რომ დათომ შეიძლება ეგეთი რაღაცა გააკეთოს, ვინც იცნობს, ვინც მასთან უმუშავია, ვინც მისი ეთიკა წესრიგი იცის, ასე შემდეგ შეუძლებელია ესეთი რაღაც წარმოიდგინო. მაგრამ თვითონ იმას რო გავყვეთ, რას თვითონ გაავრცელეს ეს თეორია. ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეს, რომ ის ვის არის სამსახურის უფროსი მოადგილე, ვინც დაიჭირეს, მანო წაშლევინა კადრებიო ამ შემთხვევაში. ანუ ჩვენ დღეს თურმე ამ თეორიის მიხედვით ციხეში გვაქვს ისეთი სისტემა, სადაც პირობითად, რავი, გიორგის და ელისოს საკანს რო უყურებდეს კამერა, ვიღაცა შეუძლია ადგეს და წაშალოს. წლების განმავლობაში ჩვენ ახლობდით, რომ ციხეებში, როცა ვიღაცას მიმართ ხორციელდებოდა რაღაც უკანონო ქმედება, როცა მივდიოდით ხოლმე შემდგომ აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ ეს ციხის ჩანაწერები იყო წაშლილი. მაგალითად აი სოსო გოგაშვილის საქმე მახსენდება, როცა სოსო გოგაშვილმა მოყვა მის მიმართ რა უკანონობას განხორციელდა და აღწერა პერიმეტრი, სადაც მისი გადაყვანა ხდებოდა და ახლობით 10-მდე კამერას უნდა დაეფიქსირებინა ეს ყველაფერი. მაგრამ გამოიცანეთ შედეგი, რა პასუხი მივიღეთ? ყველა ჩანაწერი იყო, ესე ვთქვათ, იქ არ იწერდა არაფერსო და განადგურებული იყო. ანუ თვითონ ეს დასკვნაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ციხეში გვაქვს ისეთი მოდელი, რომ ვიღაცამ კამერის წინ შეიძლება ქცემოს, მაგრამ ის თუ სანქცირებული იქნება ზემდგომის მიერ, იმ ჩანაწერს წაშლიან. ანუ ხო წარმოგიდგენიათ, ეს განცხადებავე, ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა გვაქვს, აი როგორ იცით, ძალიან ცუდი და ისეთი, რომელიც ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა სრულად. ციხის ჩანაწერი ისეთი რამე უნდა იყოს, ელისო, რომ ის იყოს ავტომატურ დაარქივებას ექვემდებარებოდეს და ვერცად ციხის უფროს, ან იმის უფროს და იმის უფროს კიდე არ უნდა შეეძლოს ბრძანების გაცემა, მოდი ერთის წაშალე, რომ იმის კვალი დაიფაროს. აი ეს არის მთელი უკანონობა, რა თქმა უნდა, ესეთი უამრავია. პენიტენციური დაწესებულება შერჩევითად ავრცელებს ხოლმე კადრებს, როდესაც ან პროპაგანდისტვის, ან საკუთარი ვერსიების დამტკიცებლად ეს ჭირდებათ ხოლმე, როდესაც საუბრობდით ადვოკატების დევნაზე, რაც რუსული სტილი, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფორცები ნავალნის ადვოკატები დაკავებულები არიან და მთელი ეს ცნობილი მაგნიცკის სია, რაც ვიცით, თავისთავად დგას იმაზე, რომ ადვოკატი იყო მაგნიცკი და ნუ ცხადია ასეთ მძიმე განვითარებებს არავის არ უსურვებს საქართველოში და იმედია ამ გზაზე ნამდვილად მუხრუჭი აღმოაჩნდება ქართულ ოცნებას. დიდი მადლობა თქვენ დროისთვის, თქვენი შეფასებისთვის.